მოდით განვიხილოთ ესეთი თემა. დაარღვევს თუ არა დუმილს, მოგწერს თუ არა ადამიანი, რომელიც თქვენთვის რაღაც მნიშვნელობას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. დღევანდელი ურთიერთობები ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით მიმდინარეობს, ახლა ყველამ ვიცით, ხო? ტელეფონის საშუალებით. ვნახოთ, აბა დაარღვევს თუ არა თქვენი რჩეული დუმილს. მოგწერთ, დარეკავთ, რას იზავს. მაშ ასე ვნახოთ. მოცემულობა გვაქვს ასეთი. ადამიანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ნარცისია, ამპარტავანი, ქედმაღალი, ჯიუტი და საერთოდაც გონია, რომ სამყაროს შექმნიდან დასაბამამდე მის გარშემო ბრუნავს და ამის შემდეგადაც იბრუნებს დედამიწა. ამიტომ მისი ასე მარტივად გატეხვა თითქმის შეუძლებელია. თუმცა აქილევსის ქუსლი ყველას გვაქვს. ტერმინატორის ხასიათიც რომ გქონდეს. სისუტეები ჩვენი ბუნებრივი მახასიათებლებია, ხო? ასე რომ თქვენს პარტნიორსაც აქვს და იცით რა არის ეს? მესაკუთრეობა. მესაკუთრეობა სასტიკად. თუ ვინმეს თვალი დაადო, ის მისი უნდა იყოს, უკუნითი უკუნისამდე. სანამ ის მის ინტერესებში იქნება. მართალია მეტეორის ხელა ეგო აქვს, მაგრამ მესაკუთრეობა ასუსტებს მას. თქვენ შედიხართ მის ბრჭყალებში, ეგრეთ წოდებულ საკუთრებაში, რაც თავისთავად მისთვის დიდი მიზეზი ხდება დაარღვევოს დუმილი. აქ მეორე მხარეც გვაქვს სათქმელი. თავად მოთმინებით ელოდება, როდის იქნებით თქვენ თავად ინიციატორები. უნდა აფიქრებინოთ, რომ მის გარეშე გიჭირთ, უნდა მიწეროთ, დაურეკოთ თბილი და ალერსიანი ინტონაციით, სადაც იგრძნობა თუ როგორ მოგენატრათ. ესე იგი ის დუმილით გაიძულებთ, რომ თავად გატყდეთ, მოთვინიერდეთ. ლოგიკურია ეს მისი ეგოს წყალობით მოლოდინებია, ხო? რომელსაც თუ გაამართლებთ, ხომ კარგი. ისე კი არ გირჩევდით ამ ეტაპზე პირდაპირ მნიშვნელობით თავს დაიფასებს. დააცადეთ თვითონ გადმოდგას ნაბიჯი და გადმოდგავს კიდეც. ეჭვი არ შეგეპაროთ. ძლიერი გავლენა გაქვთ მასზე. აქ იმას არ ვამბობ, რომ ტეხავს თავად მიწეროთ პირველმა, უბრალოდ სწორი დროა საჭირო. ამჯერად ჯობია თვითონ იმოქმედოს. ეს ერთგვარი შეჯიბრია გამარჯვება დამარცხების საზღვარზე. ხანდახან ისიც დამარცხდეს, არა უშავს. ეს იუმორით რა თქმა უნდა. მოგწერთ თუ დააცდით და არ იჩქარებთ. გააქვთ უპირატესობა და ეს უპირატესობა თქვენ თვითონვე ხართ. თქვენი ქარიზმით, ხასიათით, გარეგნობით, მენტალობით და ასე შემდეგ. უბრალოდ დააცადეთ და მოგწერთ. ბედნიერი დღე ყველას. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. ოღონდ ძალიან გთხოვთ, მომწერეთ და ნუ მირეკავთ.